რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დღეს ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. 17 კილომეტრიანი შემოვლითი გზა ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის იმერეთის 59 კილომეტრიანი შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ზესტაფონიდან იწყება გაივლის ქუთაისს და სამტრედიასთან დასრულდება. ამ მონაკვეთზე დაგეგმილია 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა, ამ ეტაპზე გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხიდების მშენებლობის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მინისტრი ქუთაისის მერიაში, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებს, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისათვის წარდგენის პროცედურები განიხილეს. თვართულობს უკვე მომზადებული აქვს პროექტები, რომელიც მათ ორშაბათს უნდა წარმოადგინონ ჩვენთან, ნაწილმა წარმოადგინა კიდევაც გასულ დღეებში. ჩვენ გვექნება საუბარი იმაზე, თუ რა იქნება ამოსავალი პრინციპი ამ პროექტების შერჩევის დროს, რა პრინციპებით უნდა განხორციელდეს დაფინანსების შემდგომ პროექტები და ვისაუბრებთ იმაზე, რომ ის უმთავრესი პრინციპები, რაც ჩვენ სამინისტროს გააჩნია საქმიანობასთან დაკავშირებით, აქაც უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული. რეგიონული განვითარების ფონდმა სამინისტროსი ახალი ტიპით დაიწყო პროექტების მიღება ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის და სახალხო პროექტებზე. ქუთაისის მერიიდან შედის 13 პროექტი, ჯავური ღირებულებით 27 მილიონი. ჩვენ მაქსიმალურად დავასაუბრეთ ყველა პროექტის საჭიროება და იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად მოვიპოვებთ დაფინანსებას. საუბარი არის ამრლაუში კანალიზაცია და წყლის სისტემების მოწესრიგებაზე, რომელიც 4 თვეა უკვე მიტოვებულია და არც შემსრულებელი, არც ზედამხედველია და მოსახლეობა გაუსაძლის პირობებშია და ვთხოვ, რომ ამას ყურადღება მიაქციოს.